მე ვემხრობი არა რაღაც კონკრეტულ თეორიას, არამედ რეალობას. საქართველოს რეალურად ეს არის ისტორიული ქრისტიანული აღმოსავლეთის ნაწილი და შესაბამისად ამ კუთხით აზია გამოდის. ჩვენ ფეოდალიზმი გქონდა ძალიან მსგავსი ევროპული ეს ერთი. დასავლეთ საქართველოში ხალხის მასობრივი კულტურა პირველ რიგში ადგილობრივი წარმართულია. ქართველი ნამდვილად ამ კრიტერიუმებში საერთოდ არ ჩნდება. ფოლკლორშიც კი სრულად დომინირებდა აღმოსავლური ნარატივები. აღმოსავლური მოტივები ეს არ არის, რა თქმა უნდა, მართალი. ევროპულ ნაციონალიზმს კი ეყრდნობოდა, მაგრამ თავს ევროპასთან არ აიგივებდა. ევროპის მთავარი მახასიათებელი არის ქრისტიანობა. აღმოსავლური კულტურის დომინირების ქვეშ იმყოფებოდა მიუხედავად ქრისტიანობისა. უნდა ვიპასუხო, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან წერტილზე მივედით. რაც უნდა პარადოქსი იყოს, არა. არა, ხო? მე გამოყვებით თქვენ აზრებში და თუ შევეცდები რომ გაგაკრიტიკოთ. ის კულტურა, რომელთაც ვიკვებებოდით, უფრო მეტად არაევროპული იყო, ვიდრე ევროპული. დოკუმენტი, რომელშიც არის საუბარი, თუ როგორ უნდა გაჩნდეს ევროპის შეერთებული შტატები. ბიზანტია კლასიკური აგებით ევროპად მაინც არ აღიქმებოდა. ქართულად ბიბლია როდის ითარგმნა? შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეებში, ანუ ლუთერამდე, ხო? დიახ. ევროპა არის ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა და სადაც მთავრდება ქრისტიანობა, იქ მთავრდება ევროპა.